Ცხრიან ეთერში დაბრუნდა დებატები ნეიტრალურ ტერიტორიაზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ შედგება. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბმა დრო და ადგილი დღეს შეგვატყობინა და ამ პროექტის ეთერში გადაცემა ერთდროულად 9 ტელევიზიაში შემოგთავაზა. ტელეკომპანია მაესტრო ნარმანია მელიას დებატს ეთერს ხვალ საღამოს 21 საათიდან უпростоრად 20 საათიდან 21 საათამდე, ანუ 9-მდე დაუთმობ დროს. მანამდე 9-იან შეკითხვებს ნიკა მელია უპასუხებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა, მადლობა მოწვევისათვის. შეიძლება რომ რაღაც ისეთი გარემოებები შეიქმნას, რაც თქვენ უარს გათქმევინებდათ ამ დებატში მონაწილეობაზე. არავითარ შემთხვევაში ხომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი არის, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად უცნაურ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, მაშინ როდესაც 4 ტელევიზიისაგან მქონდა მოწვევა როგორც მე ასევე ბატონ ნარმანიას რომ დებატები გაგვემართა მაესტრო ტელევიზიაში, საზოგადოებრივ მაუწყებელში, იმ ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-ში, როდესაც მქონდა ეს მოწვევები და მე მაგალითად ერთ-ერთი ჩატარდა უკვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გამოცხადდა ხო ბატონი ნარმანი. როდესაც ეს საშუალება არის და შენ გამუდმებით ვცდილობ ნეიტრალურ ტერიტორია და დიდი ხანი არ ვიცოდით რა იყო ეს ნეიტრალურ ტერიტორია და ეს აღმოჩნდა რომ ეს ნეიტრალური ტერიტორია არის შერატონ მეტეხი პალასის სასტუმრო და ასევე ნეიტრალური წამყვანით. იცით არა როგორც მერობის კანდიდატი ხომ ერთ-ერთი როგორც უბრალოდ ამ ქალაქის მცხოვრები მოქალაქე მართლაც გაკვირვებული ვარ ხე რატომ ესე იგი არენდობა ჟურნალისტიკას, არენდობა მედიას, არენდობა და თქვენ სუბიექტურად ასე ვთქვათ აღიქვამთ, მაგალითად თქვენ ახლა ჩვენ საუბრობთ. გუშინ ის იყო ამ სტუდიაში. თუმცა დებატთან დაკავშირებით მან ასეთი არგუმენტი თქვენ ალბათ თქვენთვის ცნობილია. არა, ის ამბობს რომ ერთი კვირის განმავლობაში ახლოს არის არჩევნები და ვთქვათ 5 ტელევიზიაში, 6 ტელევიზიაში ერთი და იგივე ტიპის დებატი არ იქნება სასარგებლო. ჯერჯერობით ეხლა თქვენ იცით ვინ თუ არა თქვენ იცით რომ მას აქვს ეს არგუმენტი, ამაზე საპასუხოდ რა გაქვთ? მას ძალიან ბევრი სხვადასხვა არგუმენტი ქონდა, მაგრამ პიროტული დასრულდა თუ არა მეორე დღესვე მე შევთავაზეთ გამოვიწვიე დებატებში და ძალიან დიდი დრო ქონდა ჩვენ იმისათვის ეხლაც რა უნდა ეხლა 2-3 ჩვენ საუბრობთ ეროვნულ ასე ვთქვათ მაუწყებლებზე ხო ნაციონალურ ასე ვთქვათ არქივებზე ძალიან მარტივ უბრალოდ ეს არის ირიბი მცდელობა რომ არ მიიღოს დებატებში მონაწილეობა და თავის დებატებში წარმოდგენა არ მაქვს ისე მივდივარ მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რა ფორმატია რამდენი ხანი გვექნება დრო გვექნება თუ არა საშუალება ერთმანეთთან ინტერაქციაში შესვლის მე ვფიქრობ რომ ალბათ არ გვექნება იმიტომ რომ შტაბმა მისმა ჩათვალა რომ უმჯობესია უბრალოდ აი პრაქტიკულად აი პრესკონფერენცია გავმართოთ ანუ სადღეგრძელოები უნდა ვთქვათ ხვალ ჩვენ 1 საათის განმავლობაში დებატები არის ის რაც რეალურად აინტერესებს მოსახლეობას თუ კი პირველ ტურში შედგა დებატები და ის აპელირებდა რომ საერთაშორისო სტანდარტებით დაცულ ფორმატში უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთი ფორმატით დებატები შედგა შეგახსენებთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჩემთვის პირადად გეტყვით არ იყო მაინდა-მაინც კომფორტული ის ფორმატი სადაც შეზღუდული ვიყავით დროში და წამზომის ქვეშ მუშაობდით და საუბრობდით ეს იყო იმ ორგანიზაციის ასე ვთქვათ საერთაშორისო ორგანიზაციით ორგანიზებული რომელიც რამდენადაც ვიცი ხვალ გაუწევს მონიტორინგს ხო ამიტომ ეს ძალიან კოჭრი არგუმენტი უბრალოდ მას არ უნდა მის შტაბს არ უნდა მე რამდენიმე მოდით მითხარით რატომ არ უნდა თქვენი ვერსია რა არის მან თქვენზე გაცილებით მეტი ხმა მიიღო პირველ ტურში რა უხერხულობა უნდა კონდეს მას თქვენთან სასაუბრო კი ბატონო გაცილებით მეტი ხმა მიიღო პირველ ტურში მე ყოველთვის ვამბობდი რომ გამარჯვების გზა გადიოდა მეორე ტურზე ეს მას არ ჯეროდა და მე რამდენჯერაც მქონდა შესაძლებლობა მასთან შევხვდეთ ყოველთვის ვეუბნებოდი შევხვდებით დავით მეორე ტურში შევხვდებით დავით მეორე ტურში და ყოველთვის ის ამ ყველაფერს უყურებდა ისე რომ შეუძლებელი იყო წარმოუდგენელი იყო ახლა მეორე ტურში როგორ შეიძლება ბატონი ნარმანია გავიდეს ეს რაღაცა ყალბი თავდაჯერებო ახასიათებდა ჩემ და გასაკვირად მე ვფიქრობ რომ უბრალოდ ის თავის თავში არ არის იმდენად დარწმუნებული ამ შტაბმა დაარწმუნა რომ შენი ძლიერი მხარე არ არის დებატები მაგრამ მე არ ვიცი ნამდვილად რა არის მაშინ მისი ძლიერი მხარე ქვეყნის მოსახლეობის მესამე ცხოვრობს თბილისში და მე მგონი თბილისელები იმსახურებენ ეხლა მე რო გითხრათ დებატები არ მართოს ან ენერგიას ან დროს მოგატყურეთ ხო შემიძლია 2-3 შეხვედრა წარმართო ვიდრე დებატებზე გამოვცხადე მაგრამ ეს თბილისელებს ჭირდება თბილისელები იმსახურებენ ამას რომ არათუ 3 ტელევიზიაში რამდენშიც დავჭირდება იმიტომ რომ უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე მეორე ტურია ამიტომ ბატონ არმანიას მე ვუთხარი თავიდანვე ნებისმიერ ადგილას გამოვცხადებ თუნდაც ეს იყო ცენტრალურ ოფისში ქართული ოცნების და ეხლა ვამბობ რომ ძალიან წინს მართლაც და თუ რამეზე გული დამწყდა არის რომ დროში აცდა აი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა რომელსაც ის აპირებს სექტემბრიდან ასე ვთქვათ წაიყვანოს ხო მე დარწმუნებული ვარ მიმდინარე რომ ყოფილიყო საავტორო გადაცემა მისი ნეიტრალურ ტერიტორიად
არ იქნებოდა მათთვის, ანუ ბატონ ნარმანიასთვის სლოვაკიის ხეივაში. ეს ჰიპოთეტური. რატო ჰიპოთეტური? მე როგორც რამდენადაც ვერ წარმოვიდგენდი. ერთი კითხვა გამიჩნდა, მე რამდენჯერაც შევხვდი, ვეუბნებოდი რომ მეორე ტურში შევხვდებით, ამას ვეუბნებოდი ჩემს კონკურენტსო, მასთან რაიმე პირადი ურთიერთობა გაქვთ, უბრალოდ ახლა გამიჩნდა შეკითხვა, სადმე ხვდებით? რამდენჯერმე ჩვენ გარდა დებატის გარდა ერთმანეთს დებატებამდე ხა სანამ უშუალოდ სტუდიაში შევდიოდით, იქ ჰქონდა საშუალება და რამდენიმე დღის წინ, 8 დღის წინ დაახლოებით ჩვენ შევხვდით ერთ-ერთ ღონისძიებაზე. დავინახე ბატონი ნარმანია, მივედი იქით, ხელი ჩამოვართვი და კითხვა დავუსვი ძალიან კონკრეტული თუ რატო არ მოდიხარ დებატებზე. ეს იყო ჩემი პასუხი კითხვა. პასუხად მივიღე, როგორ არ მოვდივარ, მაგრამ ნუ სად მოდი? ეხლა ხვალ როგორ დებატში მივდივართ, იცით? მიუხედავად ყველაფერისა მივდივარ. აბსოლუტურად, იმიტომ რომ გრძნობ რომ ადამიანს აი ეს აძლევს დიდ კომფორტს. შერატო მეტეხ პალაში. ხო მე ვერ წარმომიდგენია რატომ არ უნდა მოსულიყავით ტელეკომპანია მაესტროში. აი არ ვიცი, შეიძლება ხვალ არ გამიკვირდება რომ მითხრან რომ აი იცით კი თქვენ მოხოდით, მაგრამ თქვენ არ უნდა ისაუბროთ. იმდენად აი ვერანაირ ვერც ინტუიციური აზროვნება, ვერც ლოგიკური აზროვნება ვერ გიკანახებს გამოხდება, მაგრამ როგორ დებატიც არ უნდა იყოს. ეხლა მთავარია ხელბორკილები არ დამოდო ხვალ სტუდიაში და არ მგონია, როგორც ვიცი, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს ამის მოდერაციას და შესაბამისად არ მგონია თქვენზე ხელბორკილის დადება კონდეს მიზნად დასახული. თუმცა აი ბატონი ნიკა გუშინ იყო აქ ნარმანია და მას თქვენზე საერთოდ არ საუბრია სხვათა შორის, უფრო თავის გეგმებზე ისაუბრა, ამიტომ მინდა თქვენს მოგცეთ ამის საშუალება. კიდევ ერთხელ რას მიიღებს თბილისი, თუ კი ნიკა მელე გახდება მე. პირველ რიგში მიიღებს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ და ჩემი მთელი, ასე ვთქვათ, კამპანია მე ამას მიუძღვენი და ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ქალას ყავდეს მერი, რომელიც პირველ რიგში იქნება ყველასათვის აღფული, რომ ის არის ყველასი მერი, ნამდვილად. მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და ღმერთო დაგვიფაროს, რომ ამ ქალაქში იცხოვრობს ასე ვთქვათ ადამიანთა ჯგუფმა, მოსახლეობამ, რომელიც იქნება ყოველთვის ერთ შუაზე. არ ვთქვი შემთხვევაში. მე მინდა რეალურად აი ეს ახლა ერთხელ და სამუდამოდ გაჩნდეს. მე მზად ვარ ვითანავშოთ ამის უდიდესი სურვილი მაქვს, იმიტომ რომ ჩემს გარემოცვაში, ჩემს სამეგობროში, ჩემს ასე ვთქვათ სანაცნობო წრეში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები არიან. ხომ რაც ბუნებრივია. მათთან მაგ არაჩვეულებრივი ურთიერთობა. მე არ ვსაზღვრავ ვინ არის ვისი მომხრე, ვინ არის ვისი მომხრე და აქედან გამომდინარე გადაწყვეტილების ღებულობები. მიმაჩნია რომ ის პროექტები, ის სოციალური, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც მე ვთავაზობ, ამის მიღმა, რაზეც მე ვსაუბრო, ჩემი პოლიტიკა მინდა რომ თბილისი იყოს და არ მინდა რომ ვიწრო პარტიული ინტერესი გატარდეს. და სხვათა შორის, უბრალოდ რო არა ეს რწმენა რომ ბატონი რატო ნარმანია თქვენ ახლა შეიძლება თქვათ რომ ბატონ ნარმანიას თქვენზე არ უსაუბრე, ხა რა უნდა ისაუბროთ შენ, თორემ როდესაც ვეძებ, ნუ ეფარები გორასა ვეძახი ერთი თვე გამოდი, ხო? ნუ რეალურად არ ჩანს ადამიანი. მე რო არ ვიყო დარწმუნებული რომ ის იქნება რეალურად ადამიანი, რომელიც ვერანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. ვერანაირ სამწუხაროდ დიდი ბოდიში მათ ვინც ბატონი ნარმანიას ხარდაჭერიდა, ეს ნორმალურია, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი. მე ამ შემთხვევაში როგორც კანდიდატი არ ვსაუბრობ ამ წუხილზე. მართლაც ვერანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს, არა აქვს ჩემი აზრით ის უნარი და ის შესაძლებლობა, რომელიც დედაქალაქის მართვას სჭირდება და ვფიქრობ, რომ ის პროექტები ჩვენ რითიც მოვდივართ, არის მზამდგომარეობაში მოყვანილი. 95% არის მზა, მაგალითად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გაიაფება, რომელიც გულისხმობს მთელი რიგი საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის აი ამ შეღავათიანი ტარიფის კიდევ უფრო შემცირებას და პრაქტიკულად ნულამდე დაყვანას, ხო? ანუ ყველა სტუდენტი, ყველა პენსიონერი, ყველა პედაგოგი დღეს ნაცვლად 50-ს იხდის 20 თეთრს, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ განულდეს ეს გადასახადი და ყველა დანარჩენი თბილისელისათვის გახდეს აბსოლუტურად ნაცვლად 50-ს 20 თეთრი. ეს არის აბსოლუტურად ცდაზე დამყარებული პროექტი მზად არის, გამოიწვევს მხოლოდ 55 მილიონის დამატებით ხარჯს, ასევე მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხიდებს, მათ შორის ესტაკადების მოწყობას, როგორიც არის ვეფხისა და მოყმის ძეგლთან იმ გადაღებული სამწუხაროდ ხიდის შეჩერებას გულისხმობ, რომელიც აქამდე უკვე აგებული იყო სამანქანო ხიდი, რომელიც ორ სანაპიროს დააკავშირებდა ერთმანეთთან, 100 ავტობუსის შემოყვანას, რომელიც სამწუხაროდ მას შემდეგ რა ქართული ოცნების ასე ვთქვათ ფორმაციის საკრებულო მივიღეთ, მათ ეს პროექტი ჩააგდეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნალური ხარჯები შემცირდეს შეძლების დაგვარად ამ ქალაქში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტკივილია ჩვენი მოსახლეობისათვის და ეს პროექტი უკვე განხორციელდა თემქის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში, თქვენ ალბათ ხსვენიათ ამის შესახებ, ეს არის მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ერთობლივი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს
ზაფხულში აბსოლუტურად უფასო იყოს ცხელი წყალი და ზამთარში ეს ხარჯი შემცირდეს 30-ით. თვითრები მიდით ამ კონკრეტულ ოჯახებში. ეს უნდა განზოგადეს მთელი რიგი პროექტები და პროგრამები. მაშინ, როდესაც მეორე მხარე ჩვენ გვესაუბრება იმის თაობაზე თუ რას გააკეთებდა ის რომ მოსულიყო. და ყველაზე მნიშვნელოვანი მე რაც გონია, ქალაქში არის რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს ძალთა ბალანსი. მნიშვნელოვანია რომ კონკურენციაში ვიყოთ საქმის კეთებაში. და მე ხშირად მithქვამს და ეხლა გავიმეორებ რომ წინა წლებში, წინა ხელისუფლების პირობებში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე ესეც იყო ის მოცემულობა, როდესაც ყველა სახელმწიფო რგოლი დაკომპლექტებული იყო ერთი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლების მიერ, რაც რა თქმა უნდა ადუნებდა ხელისუფლებას და ამან ჩემის აზრით გაუწია ძალიან დიდი დათული სამსახური. ბატონო ნიკა, ასეთ რეალობის წინაშე ვართ, რომ თქვენ წინამორბედს ამ წუთში ბრალი ედება დედაქალაქის ბიუჯეტის არაკეთილსინდისიერ ხარჯვაში, თანხის გათეთრებაში, ჩვენ სახეზე გვაქვს ეს ბრალდება, თუმცა ამ ბრალდებას ჭირდება დადასტურება, ეს ფაქტია, მაგრამ თქვენ როგორც კანდიდატს ამ წუთში გაძლიერებთ ის რაც გიგი უგულავას ირგვლივ ხდება თუ პირიქით გასუსტებთ, იმიტომ რომ თქვენი ამოვსეულის წინაშე თქვენს გიწევთ პასუხების გაცემა სწორედ აი ამ კუთვნილების გამო ნაციონალური მოძრაობის. რა თქმა უნდა, ემოციურად არ იყო ადვილი, რაც არ უნდა ეხლა ელექტორალურად შეიძლება გამართლებული არ იყოს ან იყოს, მე პირველ რიგში ურთიერთობას ვაყენებ წინა პლანზე და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ წელიწად ნახევარია რამეც რაც მე გიგი უგულავას ვიცნობ, მე ის გიგი უგულავა არის ჩემი მეგობარი და მიუხედავად იმისა, რამდენად მოახერხა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მისი დისკრედიტაცია თუ ვერ მოახერხა, ის ჩემი მეგობარი არის და დარჩება და მე პოზიციებს იმის დამეთოდით არ ვეცვლი, თუ ადამიანი კომფორტულ მდგომარეობაში არის თუ არა. მაგრამ რაც გიგი უგულავას მიმართ განახორციელებს ბრალი, რა თქმა უნდა, წარდგენილი იყო, მაგრამ სასამართლო იმისათვის არის, რომ ეს ბრალი სასამართლოში დამტკიცდეს, მაშინ როდესაც არ არსებობდა არანაირი საჭიროება და აუცილებლობა, რომ გიგი უგულავა არჩევნებამდე 6 დღით ადრე, ხალხო 6 დღით ადრე, ეს აეროპორტში ხელბორკილებით დაეკავებიათ, თითქოს იმ ასე ვთქვათ, ყალბი მოტივით, რომ იგი მიმავალ საჭიროებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუძღვნეს ბატონ დათო ნარმანიას და თქვენ ვერ მეტყვით ამას. გაბატონებმა, თქვენ ხო ამ ქალაქში ცხოვრობთ და ბუნებრივია, რომ რაღაცა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას, რომ აი თითქოს გიგი უგულავა, რომლის დისკრედიტაცია მოდით ვაღიაროთ საზოგადოებრივ სხვადასხვა სეგმენტებში ხელისუფლებამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მოახერხა, ვიღაცამ ჩათვალა იქ გზებით ხელისუფლებაში, რომ აი ხა კარგი დრო არის, საშიშროება არის, მეორე ტური არის და შეიძლება ჩვენი კანდიდატი ვერ გაძრეს პირდაპირ გეუბნებით და მოდი დავიჭიროთ გიგი უგულავა. რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც გიგი უგულავა არის პოლიტიკოსი, ვერ გაძრეს კანდიდატი, რომელმაც მიიღო თითქმის 50% მიღწეული 46% მიიღო ნარმანიამ, 28% მივიღე მე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე პირდაპირ მართლა ფიქრობთ, რომ ნარმანიას ამ კვირის ბოლოს გაძრომა დაჭირდება მეორე ტურში თქვენთან ბრძოლაში? მართლა ვფიქრობ, გულსხმულად გეუბნებით. გულსხმულად გეუბნებით და ყველა ნაბიჯი არის მიმართული იმისკენ, რომ ეს განახორციელოს, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო მობილიზებულები ვართ, ბევრად უფრო ენერგიულები ვართ, იმიტომ რომ ადამიანი, ეხლა მოდით აი შევხედოთ სხვანაირად. როდესაც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობდა, ასე ვთქვათ, მორატორიუმზე, ხო? აი რატომ დააკავეს არჩევნებამდე მეორე ტურით 6 დღით? რატომ მომეცა მე საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთმა ელჩმა განცხადება გააკეთა? არის არგუმენტი ის რომ ის გადიოდა ქვეყნიდან. კარგით, ეხლა 19-ჯერ მიიმა, რა თქმა უნდა რაღაცა ხომ და მე 20-ით აღარ დაბრუნებული. მაგრამ თუ თქვენ გინდა და ხელისუფლებას მე პირდაპირ გეტყვით, გიგი უგულავა კი არა, ჩემი ოჯახის წევრი რო იყოს, მე რო ვიყო, ვისაც აქვს დანაშაულში, ასე ვთქვათ, წვლილი, ასე ვთქვათ, მიუძღვის, ხო? ან გადასტომა ჩაიდინა. ნებისმიერი ადამიანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულებაში წარდგენილი, მაგრამ არჩევნების ამიტომ მინდა რომ ფინალში კითხოთ მაინც თქვენი პროგნოზი შიდა წყაროებით, როგორც მე ვარკვევ, ჩემი წყაროებით, ქართული ოცნება ფიქრობს, რომ სადღაც 2/3, 1/3 ასეთი იქნება თქვენი და ნარმანია შედეგი. თქვენ რა პროგნოზი? ამასაც ვფიქრობდა, მათ შორის ბატონი ნარმანია, რომ მეორე ტური არ იქნებოდა. მათ იცით რა ზეიმი მოაწყვე, ჩემი თვალით ნახე, სცენა იწყებოდა, ჩემი თვალით ნახე ბევრი ასე ვთქვათ სხვადასხვა რამ, იმ დღეს კონკრეტულად ისიც ნახე, რომ რამდენიმე მომღერალთა უკვე ჰონორარიც კი ჰქონდათ გადახდილი, ეს კონცერტი გაემართათ შუაგულ თბილისის ცენტრში, ამიტომ მაინდა-მაინც რას ფიქრობს ქართული ოცნება ამაზე არ უნდა. მე ვფიქრობ, რომ თითოეულ ხმას ექნება მნიშვნელობა, თითოეული ხმა იქნება გადამწყვეტი და პირდაპირ გეტყვით. გინდათ ხომ რომ ვიყო გულწრფელი. რომ ყოფილიყო ქართული ოცნების კანდიდატი არა ბატონი ნარმანია, არამედ სხვა უფრო ღირსეული კანდიდატი,
პირდაპირ გეტყვით, მე რასაც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი შანსი იქნებოდა და მეორე ტური არ შედგებოდა. არ შედგებოდა. არ შედგებოდა. რატომ არის ნორმალია? მე ვფიქრობ, იმიტომ რომ თქვით რომ ღირსეულია. ესე იგი, ამის საპირისპირო არის უღირსი. რატო რა აქვს დავით ნარმანიას უღირსი? მე მათ შორის არის აბსოლუტურად დამოუკიდებლობის ხარისხიანი ნულს ხვევით, აბსოლუტურად. ეხლა ამაში თქვენ ეს უღირსებობაზე მე ვფიქრობ, რომ როდესაც დედაქალაქის თუნდაც რაიმე სუბორდინაციას ექვემდებარება რომელიმე კანდიდატი. არავითარ შემთხვევაში სუბორდინაციას უნდა ექვემდებარებოდა, როდესაც არჩეული მერი ვარ. არავითარ შემთხვევაში. როდესაც არჩეული მერი ხარ, მაღალი ლეგიტიმაცია გაქვს, არავითარ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ის თავისი ნებით გონიათ, რომ არ მოდის დებატებში, მას უთხრეს და არ მოდის. ამიტომ მე მოუწოდებ თბილისელებს, რომ მართლა რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღოთ არჩევნებზე, ვინაიდან ჩვენ ეხლა მერს ვირჩევთ. არა 2 თვით, არა 3 თვით, არამედ საკმაო პერიოდით და ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, მით უმეტეს, როდესაც ეს შეცდომა უკვე დაუშვით 1 წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩემის აზრით. ეს მოხდა. ნიკა მელია პასუხობდა ცხრიანის შეკითხვებს. საიდან გაჩნდა თბილისში გიურზა?